მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს არის 25 იანვარი, ძალიან საბედისწერო დღე ერთი დიდი ქართველის ცხოვრებაში. ის დაიბადა 25 იანვარს, გარდაიცვალა 25 იანვარს 1925 წელს 25 წლის ასაკში. გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად საკუთარი მეგობრების ხელით. სადღაც აქ ჩარგალში საუბარია მიხა ხელაშვილზე. იმის შემდეგ ბოლო პერიოდი ყოველწლიურად მის საფლავთან ხალხი ეკრიბება, იგონებენ მიხას, დღესასწაულობენ და ერთგვარად არის საზეიმო განწყობაც და ცოტათი სევდიანი განწყობაც. მიხა ხელაშვილი, სახალხო პოეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი და შეფიცულთა რაზმის წევრი. მათთან ერთად მონაწილეობდა შეიარაღებულ აჯანყებებში ფშავსა და ხევსურეთში. ის 1900 წელს სოფელ ახატში დაიბადა. 15 წლის ასაკში უკვე ბარისახოს დიაკვნად გაამწესეს. შემდეგ კი ჩარგალში გადასულა. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ქვეყანა აირია. ათეისტურად განწყობილი ახალი ხელისუფლება სასულიერო პირებს იჭერდა, ხრეტდა, პარსავდა და ღვთის საგმობ წერილებს აწერინებდა. მიხა ამას ვერ შეეგუა და სოფელში მაუზერით დაუწყია სიარული. თან ფშავ-ხევსურეთის განძის დაცვაც დავალებია. ერთ დღეს მაღაროს კარის კომისარი კოლა ჯაგნელაძე ჩარგალში ასულა. იქაურ ქალებთან შელაპარაკება მოსვლია. სოფლის დიაკვანი მიხა ქალებს გამოეკომაგა. კომისარმა მას მაუზერი აართვა და დაჭერაც დაუპირა. თუმცა მიხა ტყეში მიიმალა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დილიდან უკვე უამრავი ადამიანი იკრიბება მიხას საფლავზე, სოფელ ჩარგალში, პატივს მიაგებენ. ისმოდა კიდევაც იმ ლეგენდარული სიმღერის ხმები, მიხას ლექსზე დაწერილი, რომელიც სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი საბჭოთა კავშირის პერიოდში ვრცელდებოდა როგორც ხალხური და ძალიან მოგვიანებით უკვე დამოუკიდებელი საქართველოს გაჩენის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მიხა ხელაშვილის ლექსი ყოფილა. ძალიან ლამაზი ამბავია, რომ თავისი ხელნაწერი ლექსები თავის მეგობარს გადასცა, რომელსაც თხოვა რომ შეენახა და იმან კლდეში დამალა და რამდენიმე წლის მერე აღმოაჩინეს. ველად გაჭრილი მიხა ლექსებს წერდა და მონაწილეობდა ანტისამთავრობო შეიარაღებულ გამოსვლებში. დაარბია მილიციის შენობა, ჩამოაგდო ლენინის სურათი. სიცოცხლეს გამოასალმა კოლა ჯაგნელაძე და საქართველოს დროშა აღმართა. მისი დაჭერა შეუძლებელი იყო და როგორც ამბობენ, ტყვია არ ეკარებოდაო.
ამიტომ მის ოჯახს დაეცნენ. სოფლის გზაზე მიმავალი მიხა ხელაშვილის დედა ჯერ შორიდან დამიზნებით მოკლეს, შემდეგ კი როგორც ამბობენ ხანჯლებით აწამეს. მიხა დედის დაკრძალვაზე ასაფეთქებელ შემოხვეული მივიდა. 2 წუთით დედა იგლოვა და შემდეგ ისევ ტყეში გაიხიზნა. დედის სიკვდილისთვის სისხლი არ აუღია, რამაც მისი ავტორიტეტი ერთიორად ისევ გაზარდა. ამაზე ლექსად თქვა: დედა მომიკლეს ფშავლებმა 60-80 წლისაო, ტერიც არ შემხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო. წიგნის უკანა მხარეზე წარწერა რო წავიკითხე, ცოტა დამურზგლა. ჩემო ნათქომნო სიტყვანო ნეტავი გაქვეყნებოდე და ჩემო საფლავის კაროს შენამც კი ახვავდებოდე. აუსრულდა ეს ოცნება მიხას. მისი სიტყვები გავრცელდა 100 წლის მერე, აი ასეთი სქელტანიანი წიგნით და საფლავზე კი ხედავთ როგორი დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრაგიკული დღეც არის, მაინც დღესასწაულობთ. და ფაქტობრივად საფლავის კარი აყვავებულია. მის პოეზიაში არის ესეთი ნიშნები, სხვათა შორის ცოტა წინასწარმეტყველური. სიკვდილთან მუდმივად ახლოს არის ეს კაცი. მუდმივად ერთად არიან, როგორც ჭეშმარიტი მეომარი ესე უნდა იყოს. უნდა ახსოვდეს სიკვდილი. უნდა ახსოვდეს, რომ წუთია წუთი სოფელი. იმიტომ რომ სიკვდილი ყველაზე დიდი მასწავლებელია. ვინგაი თავისოს თემისგან გაძევებული ვინანუგაშოს ალუდა ლუკას ხნეობა გვაკლია თორემ ტრიზლევას რა უნდა დის ჩანჩქერები ვარგავენ დიდი ცრემლისდის ლელიანს თები ყურ ჩამოყრილებით განან ჯიუტად გელიან უკტავების გზას შემდგარო რაზნე ქონდა და რაძალი შაურ ხურჯინში გდებია პარადისობის საგზალი ირიან თუშის ქალები არ მოგივიდა ქამარები იქნება ლეკებ შამახოდენ დაყრევინეს თავები იქნება ლეკებ შამახოდენ დაყრევინეს თავები ხალონო თრიალებს თერქმრებსა ისდები შაფედარიანო თითოს მოუკლავ შიშვიდი ბიჭობასა მასეთიანო თითოს მოუკლავ ჩემთვის დღევანდელი დღე არის ხვალინდელი დღის საძირკველი. ადრე დაკ მოდავდივარ, ძალიან ხშირად დავდივარ და ასაკმა დაეწია. ჩემი თაობა ნაკლებად არის და მე გამოჩნდა შვილების თაობა. თაობა რომელთა მხრებზეც უნდა დადგეს ის ტვირთი, დაიდოს ის ტვირთი, რაც მიხა ხელაშვილმა ზედა. სამშობლო თაობა ეს თაობა აი ჩემი შვილთა შვილების თაობაა შვილ. ეს უკვე ერის გამოფხიზლების ხანა დაიწყო. სამშობლოს გამოფხიზლების ხანა დაიწყო. აი ეს მე დავესწარი ამ დღეს. მედნერი ვარ რომ მე ამ დღეს დავესწარი, რა. ესე იგი მიხა ხელაშვილი საქართველოს ანაყრევს თავისი გონების შესაძლებლობა სამშობლოს შეყვარება. აი ესეთი კაცების საფლავზე უნდა ვიარო. აი ვისთან უნდა მივიდეთ. ვისთან უნდა ჩავაბაროთ აღსარება. ყოველ აქ რომ მოდიხარ, შენზე არ უნდა ელაპარაკო. აქ რომ მოდიხარ, აღსარება უნდა ჩავაბარო მიხა ხელაშვილს. როგორი ცხოვრე, როგორი ემსახურე შენს ქვეყანას. შეგეძლო ასე გადაგედო, თავი თუ არ შეგეძლო, დაუსვამ შეკითხვას და ხანდახან გორჭოფა. ვაი თუ ვერ შევძლებ. ამას აი ვაი თუ ვერ შევძლებს ას ოდორიდან გავდივარ. უნდა შევძლეთ შენ. მიხა ხელაშვილმა სამშობლოს სიკვდილი არჩია. საზღვარგარეთ კარგად ცხოვრებას. ზდარჩა კოიცო რომ მოგვდარება. ასეთი სიკვდილი მხოლოდ ღირსეულ კაცებს შეუძლია და ღირსეულია ყველა ადამიანს სამშობლოს მოკვდება. დღეს არის მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღე ერთდროულად 1925 წელს
ესე ძალიან დიდი ღალატით მოკლა თავისმა მეგობარმა, იყო საოცარი ადამიანი, სულ 25 წლის იყო, მაგრამ თავის სიცოცხლის 25 წლის განმავლობაში იმხელა რაღაც შეძლო, რომ აი 101 წელი გავიდა და ამდენ ახალგაზრდას ხედავთ ახლა მის აფლავზე პატივსაგებად მოსულები, იმიტომ რომ ეგეთი ხალხის მხრებზე იდგა ყოველთვის ალბათ საქართველო, არ ეშინოდა სიკვდილის, არც მართალი ქართული სიტყვის. ვერ შეაჩერა იმ რეჟიმმა, ვერ დაჩაგრა და ესე 25 წლის ასაკში ზურგიდან დილში მოკლეს. მეგობრის. მაგრამ ხედავთ რომ ცოცხალია. მაგრამ კი, მოკლეს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ცოცხალი არის და ალბათ კიდევ ესე იქნება დიდი ხანი. ეხლა ის რაც ხდება შავის ხევზე და ჩარგალში 20 წლის წინ ესე არ იყო. დაახლოებით ალბათ მე 14-15 წელია ესე აქტიურად ამოდივართ. შავლები ყოველთვის მიაგებდნენ პატივს, მაგრამ ეხლა სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან ისე აქტიურად ამდენი ხალხი არ ამოდიოდა და მიხარია რომ ყოველ წელს ემატება ეს რაოდენობა. ო ძალიან ლამაზი დღეა, ულამაზესი დღე არის და თან ერთდროულად თითქოს ტრაგიკული დღეც არის და სადღესასწაულო დღეც არის. შერეული გრძნობები მაქვს სიმართლე რო გითხრა და შენთვის პირადად რომელია? ჩემთვის როგორი გრძნობა ის? უფრო დღესასწაულია, იმიტომ რომ სიკვდილი ხო გარდაცვალება არის ჩვენთვის მით უმეტეს ქრისტიანებისთვის და ქართველებისთვის. სიკვდილი კი, მაგრამ აი ღალატი. ეგ ცხოვრება არის, ეგ ყოველთვის იყო მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ აი ღალატის მიუხედავად რომ ვერ მოკლეს და დღემდე ცოცხალი არის ქართველ ერში, ეს რამხელა საამაყო განცდა არის და გრძნობა აქედან გამომდინარე, ხო, ჩემთვის დღესასწაულია და ზოგადად მიხა ხელაშვილი როგორც კი მახსენდება, ტანში ჟრუანტელი მივლის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ, გააჩნია რისთვის ცხოვრობ და სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანი ზუსტად მიხას ალბათ ძალიან მიესადაგება. კი, ზუსტად. ეს არის ხრიდოლის ლაშქარი, ესე ვიძახით, ხრიდოლის ლაშქარს, აქ ამოვდივართ, გავთ ტაბლას, პურღვინოს, ქადას, ისმევა აიყმის სადღეგრძელოთი და ეს თასი არის საკარკმო თას ვეძახით და მიხას სახელზე ეხლა აი აქ მოსული ქუდოსნები პატივს მიაგებენ, ხუთს მოიხსნიან, პირჯვარს გადაიწერენ და იტყვიან კარკმას წყალობდეს წმინდა გიორგი და მერე შესვავენ. სასურველია რომ ხელები ზურგს უკან ქონდეთ რატომ? და იმიტომ რომ განიარაღებული მიდიხარ, პატივისცემით მიდიხარ და მუხლმოდრეკილი ისედაც ხარ და კიდევ უფრო მეტი მოწიწება ჩანს მანდ და ეს რამე ტრადიცია საკარგმო თასი. მთაში დაილოცოს ლაშარში, ხოშარაში ესე ითქმება, მოდის ადათიდან და შემდეგ შესრულდება ფერხისა. ფერხისა არის საწესო სიმღერა, რომელსაც მამაკაცები ასრულებენ, თან წრეზე დადიან და თან მოძახილი არის. გააჩნია კიდე სხვადასხვა მოძახილია, რომელ დღეობაზე არის ხოლმე და ეხლა დღესაც ნახავთ ძალიან საინტერესო არის, ძალიან ისეთი ღრმა სიტყვები არის. ისედაც ჩვენ ხო ქართველებს ყველა შრომის დროს, ომის დროს, ნებისმიერ სიტუაციის დროს გქონდათ სიმღერა როკვა, ცეკვა და მე იქნება პატარა ცეკვა სიმღერა თამაში. ეხლა ველოდებით ხევის ბერს რომ გაიჭრას ქადა, დაენთოს სანთელი და მე თავადაც ნახავთ საწესო ფერხულში ჩავა. კი ბატონო. ინოცა თამაშობს! აბა! დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღესდღეინდელსა, ქრისტიანებსა. მერტო შენის დიდებითა, მერტო შენის მიცემითა. ხარისა და გუთრის მადლითა, იერუსალიმის მადლითა, იქ დანთებული სანთელ საქმეულის მადლითა. თეთის დიდი სალოცავების მადლითა, თათბერ დამზადებული სალოცავების მადლითა. იაგებოს აქ დადგული პურღვინო ამჩენმა დამბადებელმა ჩვენს მიხას. მერთმა გამჩენმა დამბადებელმა არ დაულიოს ამ ქვეყანას. მიხას გზაკვანზე მავალი ვაჟები. აკმას ალობდეს წმინდა გიორგი. ალობდეს! 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 აკმას ალობდეს წმინდა გიორგი.
კარგმას წყალობდეს წმინდა გიორგი. წყალობდეს. კარგმას წყალობდეს წმინდა გიორგი. წყალობდეს. მე ხილდორის ფედერაციას წარმოადგენდა კვირაში ორჯერ ამოვდივარ ამ ხეობაში და ხეობაში ვინც არის ბიჭი და გოგო და სპორტზე უნდა სიარული აქვს, სხვა სპორტი არ არის ხილდორის გარდა ყველას ვავარჯიში. კვირაში ორჯერ ამოვდივარ და ვავარჯიში. პაპა ჩემი იყო მიხას მასწავლებელი. პაპა თქვენი იყო მიხას მასწავლებელი. მამა ჩემის პაპა ხო. ვაი. ეს ციკშიც წერია. და პატარა რო ყოფილა, პაპა ჩემი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. გრიგოლ აფშინაშვილი. ეს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და 5-7 წლების რევოლუციის პერიოდში აქ მშობლებთან უწევდა ხოლმე დამალვა. მოუწია დამალვა და აქ როცა ამოვიდოდა ისედაც ზაფხულში რომ ამოდიოდა, შავის ბავშვებისთვის აკეთებდა სკოლას. და გაუკეთებია ხოშარაში სკოლა. სხვა ბავშვებთან ერთად მოუყვანიათ მიხაც. და მიხა არის ალბათ 6 წლის დაახლოებით მაგ დროს და შეუმჩნევია გრიგოლს ეს არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონი იყო. ამას იხსენებს და მიხას და მამაჩემს უთხრა რომ ეს არის ძალიან ნიჭიერი ბავშვი. არ შეიძლება ამის ნიჭი დაიკარგოს. და მიაქციეთ ყურადღება რომ სასწავლებელში მიებარებინათ სადღაც. ის რო არ წასულიყო 25 წლის. ის ყველა ლექსი არ ეწერა ტყეში, ღრეში და სროლის დროს არა, ბევრად მეც დაგვიტოვებდა და ბევრად მეტ ცოდნასაც მიიღებდა და ცოდნასაც დაგვიტოვებდა ჩვენ. ის იყო მოლექსე, რომელიც თან დასდევდა ქაგუცა ჩოლოყაშვილის რას, რომელსაც ის შეუერთდა და მათ შორის ქაგუცაზეც აქვს ლექსი დაწერილი და ის იყო ამ რაზმის თანამებრძოლი. და როცა ის რაზმი წავიდა, მიხა დარჩა უბრალოდ ხეობაში. ის გახდა მარტოხელა მგელი, მარტოხელა მონადირე, რომელმაც არ დაამყარებინა ხელისუფლება, თუ ვიტყვით რომ 1921 წელს დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება იმაში ოკუპირებულ საქართველოში, 1925 წლამდე ფშავ-ხევსურეთში ეს ხელისუფლება ვერ დამყარდა. ტექსტი იყო ძალიან საინტერესო, რასაც ფერხისას დროს ამბობთ. ტრის სამუქაროთ არის ნათქვამი და ფერხისის დროს ითქმება. ერთი ითქვა ლაშარის ჯვარის წმინდა გიორგის სადიდებელი და ეს ასეთი ლექსია რომ ეს ფერხისის დროს სრულდება, წმინდა გიორგის სადიდებელია ლაშარის ჯვარისა, შავი იყოფა ისტორიულად 15 თემად. დღეს 12 თემია, მაგრამ ისტორიულად 15 თემი იყო და 15 თემი თემს აქვს თავისი მფარველი სალოცავი, მაგრამ 15-ვე თემი ერთიანდება თავის სალოცავის გარდა ლაშარის ჯვარის წმინდა გიორგის კარზე. ამიტომ ყველა ფშავლისთვის არის ეს საფერხისე ლექსი აუცილებელი სამღერი და საცობი. არ არსებობს რომ არ იცოდეს შავება. ლაშარელა ის ლუჯასა, ფაფარასხავის გიშლისა, შაჯდება, გაემართება, კოტორ გაყვება ნისლისა, თავის ყმათ მიეშველება, თან რომ არ იყოს მისვლისა. ესე იგი უჟამო ჟამსაც ნებისმიერ დროს თავის ყმამ უნდა იცოდეს რომ ლაშარის ჯვარის წმინდა გიორგი მას ჩაეშველება. ეს ითქვა ფერხისის დროს და მეორე საფერხისე სიმღერა ითქვა კიდე სამტროდ ჩახვალ შავის ხევს საფშავლო ეკლიანია, საფშავლო სამი მგელია, სამივე ლეკვიანია, ჩახვალ და ვეღარ ამოხვალ გიორგი ეტლიანია. ესე იგი გიორგი დავლათიანია, გიორგი შემწიაო, როცა თუ შავის ხევს სამტროდ ჩახვალ და ვეღარ ამოხვალ, იმიტომ რომ სამი მგელი ბუდობს და სამივე ლეკვიანი. რატო ლეკვიანი მგლები? გელი ხო ისედაც გაუტეხელია, მაგრამ თუ ლეკვები ყავს ის ასჯერ უფრო გაუტეხელი ხდება და ტერი მოსული ამ ხეობაზე, ტერმა მოსულმა ამ ხეობაზე უნდა იცოდეს რომ აქ ლეკვიანი მგლების ხეობაა და ეგრე არ გატყდებიან. თუ მეტესო წმინდა გიორგი ეტლიანია და ეწევა და დავლათიანია. აი ეს ითქვა ფერხისის დროს. თაში რაც ხატებია შავის ხევზე, ყველა ხატში იდგმება საკარყმო თასი და ყველგან სრულდება ფერხისა დღემდე. ეს ცოცხალია, დღემდე ცოცხალია. ეს უბრალოდ მოსაგონებლად, როცა გვინდა რომ სხვა ადგილასაც, როცა ხატში არ ხარ და სხვა ადგილასაც ვართ, კაი ყმების მოსაგონება და კაი ყმების დასალოცვა. ეს არ არის მარტო წარსულის, ეს არის აწყოსი და მომპოვის. ყველა კაი ვაჟკაცი, ყველა კაი ყმა, ვინც იცხოვრა, ის არ კვდება ამ ქვეყნისთვის, ამ თიელის ფიქრით, თიელის აზრით. ის არ იღუპება და ვინც დღეს ცხოვრობს, ისიც არის ამ დისობის ნაწილი და ისიც ვინც დაიბადება ამის მერე და იცხოვრებს საქართველოსთვის და ეს საკარყმო იდგება იმისთვის და ეს იმდენად წმინდაა რომ მას ეკარებიან, ხელის მოკიდება არ შეიძლება და არც ფეხზე დგომით არ დარევენ დაჩუქილები, სვავენ ამას რომ
ეს მარადიულობა, რასაც ქვია სამშობლოს სამსახური, არ უნდა გაწყდეს არასოდეს და ეს არის აი მარადიულობის ერთგვარი ლოცვა. მიხარი ამისი მაგალითი, რომ როცა შეიძლება რომ მთელი ქვეყანაც შეიძლება დამარცხდეს, მთელი ხეობას დამარცხდეს და ვიღაცები ჩუმად იყვნენ. მაგრამ მიხასნაირი კაცები მაშინაც დარჩნენ ტყეში და არ შეურიგდნენ იმას, რაც რეჟიმის ცვლილებას და ერთ დღესაც მიხა მიუხვდა აღაროსკარში, იქ სადაც წითელი დროშა ფრიალებდა და უკვე ითვლებოდა, რომ ხეობა შავისხევი იყო დამორჩილებული საბჭოებს რუსულ ოკუპაციას. ერთ დღესაც მიხა მიუხვდა მარტო კაცი და ჩამოხსნა წითელი დროშა და დამოუკიდებელი საქართველოს, აი ეს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა აღმართა. ესე იგი მარტო კაცსაც შეუძლია რომ ეს გააკეთოს. და მიუხვდა ის დროშა ისე კი არ ფრიალებდა, 60 კაცი იდგა იმ დროს აღაროსკარში და 60 კაცს მიუხვდა იმ პოლიციელებს, ვის მაშინდელ ხელისუფლებას ყავდა გამოგზავნილი ხეობის დასამორჩილებლად. ხეობა ეგონათ რომ დამორჩილებული იყო და გამოგზავნეს აი ესეთი ტყეში გასული ადამიანების დასაჭერად და ამ დროს მიხა იქით მიაკითხა და მეთაური მოუკლა იმის გამო რომ არ გაიგონა მისი რჩევა რომ დაეტოვებინა ხეობა. მიხა არის მაგალითი იმისა რომ მარტო თუ დარჩები შენთან არის მაინც უფალი და შენ ეს ბრძოლა უნდა გააგრძელო და ჩვენ ამ წესს იმიტომ ვაყენებთ რომ ეს ღირსება, ეს სახელი, ეს გზა მამაცი კაცისა, ვაჟკაცი კაცისა, კაიყბისა არის მარადიული და ეს არასდროს არ დამთავრდება და ჩვენ ვართ აქ, იმიტომ აქ ამას ხო არავინ არ უკეთებს ორგანიზებას. აქ ხო არავინ არ მოიყვანა არავინ არა. ჩვენ უბრალოდ აი ესე დაკარგული საფლავი, რომელიც კომუნისტების დროს სულ ჩუმად დაიმარხა, მიხა აქ და აი დაკარგულ საფლავს ქართველმა ისევ მოაკითხა და ისევ ხმაურობს მის გარშემო. ჩემო სახელო დიდხანამ ციხსენებოდე იმის გარშემო როგორც ხატსალოცავში ის იასრულებს ამ რიტუალს. იმიტომ რომ ეს ხატსალოცავების ნაწილია. იმიტომ რომ მისი სახელი, მისი ნამოქმედარი, მისი მამაცობა, მისი ვაჟკაცობა, მისი შეურიგებლობა მტერთან, რომ არ უნდა დაიჩოქო არასოდეს. შენ მარტო თუ დარჩები, შენ ხარ უფალი და შენი მტერი, შენი სამშობლოს მტერი და არ უნდა გაუტყდე ბოლომდე და მიხა არის ამის მაგალითი. ის თავის ლექსში ამბობს, რომ თავის სახელს და გვარს ამბობს და მიხა ვარ ხელაშვილი, კომუნისტების მტერი. მას მოუკლავენ ძმობილს იმის გამო, რომ აი იმ დაცემის დროს იმ 60 კაცს რო დაეცა, იმ დაცემის დროს იმ ძმობილმა თავისი ცხენი მისცა და ეს შეამჩნიეს იმათ და ეს ჩაიტანეს ამბავი და ის ძმობილი მოუკლეს. არ გაჩუმდა ისიც. ცოცხლად მარხავდნენ და ვერ გააჩუმეს იმის ენას. ისევ თავის სიმართლეს ამბობდა ის და მიხამ იმისი ესეთი წამებით სიკვდილი არაპატია და ლექსის და დევნაგრე ამბობს შენ სიკვდილს ემაბრალებენ სოდიას მეძახიანო გაზაფხულ როდის დადგება შაშხანავა გახმიანო ბევრ არის დედავატირო ბევრ უჭკო დავაჭყიანო ტრის ჯავრის ამამყრელი ვარ ხელაშვილის მეძახიანო ის სისხლი აიღო და ის შური იზია ეუბნევა მსახურებს გამოგიგზავნიო ლექსში ეუბნევა თისადათი სისხლს აიღეთ ის მოკლული მსახურად უდგება საიმ ქვეყანას და ეუბნევა მსახურებს გამოგიგზავნე და გაუგზავნე მსახურებმა იმ ქვეყანად მიხა ჩოლოყაშვილი დამარცხდა და საქართველო დატოვა, მაგრამ მიხამ შავის დატოვება ვერ შეძლო და სიკვდილს შეურიგდა. სიკვდილი კი ძალიან მოხანათურად ეწვია, საკუთარი მეგობრების ხელით, მისსავე დაბადების დღეზე. ურის არყით დაათვრეს. საბძელში უსაფრთხოების მიზნით წაიყვანეს და მძინარეს ესროლეს. მისი ნაშთი დუშეთის მილიციის მაზრასთან დააგდეს და 2 კვირა ეგდო. სანამ ჩუმად მისმა დამ ერთი ადამიანის დახმარებით არ მიაბარა შავის მიწას. როცა მიხა ღალატით მოიკლა, მისი სახელი ვერ გააქნეს და ეთნოგრაფებიც, ფოლკლორისტებიც მის ლექსებს, რომელიც იცოდნენ, თავდნენ ხალხურ ლექსებში. მიხას სახელს ვერ ჩაწერდნენ, მაგრამ როგორც ხალხური ლექსი გადიოდა. მაგრამ მის აბგას, რომელიც ლექსებით იყო სავსე, ხეობაში ინახავდა კონკრეტულად ერთ-ერთი ადამიანი. შეინახა და 70 წელი გამოატარა. დამალულ აბგას. და ის აბგა იყო ის ლექსებით სავსე. ის ლექსების ნახევარი ზეპირად იცოდნენ. მაგრამ ნახევარი არ იცოდნენ და ესე შემოინახეს და დღეს ის მისი ლექსები ზეპირად იციან და მისი ლექსები გამოიცა და უკვე არაერთხელ გამოიცა და ხალხი მის სახელს არ ივიწყებდა. ხალხმა იცოდა რომ ის აქ იყო დამარხული. ხალხმა იცოდა რომ ის სახსოვარი
არ უნდა გამხდარიყო და არ გააქრო. როგორც ამბობენ, ტყვია არ ეკარებოდა. ესე ამბობდნენ, რომ ყოფილა საუცხოო მოჭიდავე, წინა შეხედავდი უკან იყო გადაზდექილი, უკიდან შეხედავდი წინ იყო ისეთი ხარბეჭის პატრონი ყოფილა და ისროდა დაუცდელად. და იცოდნენ, რომ ეძინა და როცა უნდათ მოკლა მძინარის ეშინოდათ, იმიტომ რომ მიხას დამსწრები არავინ არ იყო. ის იყო ამ დროს ღვთისმსახური იყო. დროის მოგონება არის პარისახოს დიაკონი თვითონ ამბობს. დიაკონმა კაცმა როცა ნახარო იმის ქვეყანაში, იმის ხეობაში ისეთი ხალხი შემოვიდა, ვინც ეკლესიას ანგრევდა და მძლებს პარსავდა და ჯვარხატებს აზიანებდა. აიხადა და იარაღი აიღო და უთხრა ყველას მოგზევლითო, ვინც ამ ხეობის წაქცევას დააპირებთ. სანამ ძინარე არ მოკლეს, სანამ ძინარეს არ მოუსყიდეს გამცემი, მანამ ახლო ვერ მიეკარნენ მას. იმიტომ რომ მისი მოკლა იყო შეუძლებელი, მოსაფხიზურდეს. ეს არის ერთდროულად ძალიან ტრაგიკული მომენტი ზოგადად საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ მრავლად გვაქვს ეგეთი ფაქტები, როცა ადამის მოდგმის, მარტო საქართველო არის სწორი შენიშვნა. როგორ 12-დან ერთი იუდა ყავს იესოს, როგორ შეიძლება გამცემი ყველგან არსებობს. ვინც ფულის გულისთვის, ვინც რაღაცა უღირსი ფიქრის გულისთვის ვიღაცას გაყიდის. ეგ ადამიანის მოდგმის ცოდვაა, მაგრამ ისინი ხო მარცხდებიან, მათ სახელები ვინ იცის? აი შეხედეთ რა ამბავია და მიხას სახელს როცულობენ. იმათ სახელი ვინ იცის? როგორც უხსენებენ ისე ახსენებენ. და ეგ არის რომ რასოდეს ვერ დამარცხდება. განა იუდას სახელი არ იციან, ის არის ის რაც არის, რასაც ნიშნავს იუდა. აი ეს არის ბოლო ყველა ბოროტის. ამას აჩვენებს მიხას ცხოვრებას. წავიდა 25 წლის ბიჭს რა უნდა მოესწრო, რა იგი ფეხზე დგანა. ლექსიც დატოვა, სიტყვაც დატოვა, ნაომარიც დატოვა, ნალოცით დატოვა. არაფერი არ არსებობს, რაც არ დაუტოვე. როგორ მოასწრო 25 წლისა? იმიტომ იყო მეომარი. არ არსებობდა რაიმე, სადაც ის ბრძოლით არ შედიოდა. ლექსი იქნებოდა. ისი ლექსებიც ლოცვა არის ფაქტობრივად. ისი ლექსებიც ლოცვაც და ტყვიაც ორივე და აი მისი სახელი იყო საშიში და საფრთხილო მათი. ერთ მნიშვნელოვნად რომელ ოჯახშიც არ უნდა შეხვიდეს საქართველოში. არის განწყობილი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ წაიქცევა, ეს ქვეყანა არ გადაშენდება ღირსეული ქალობის, ღირსეული კაცობის, ვაჟკაცობის, მამაცობის სახელი და საქციელი რო არ გაქრება, ყველა ხომ ამაზე ვთანხმდებით. და კი ერთმანეთზე ვიწევთ და თავარია ღალატი არ იყოს, თორე თუ ერთმანეთს გავეჭიბრებით სამშობლოს სიყვარულში, არაფერი არ არის ამაში ცუდი, უბრალოდ ღალატი არ უნდა იყოს. თორე ერთმანეთთან ამაზე რომ დაყობთ და კამათო ზედმეტი არ უნდა მოვიდეს, თორე როგორ შეიძლება კამათის დავის მსჯელობის გარეშე რაღაცა ჭეშმარიტებამდე მიხვიდეთ. გვიჭირს ძალიან, მაგრამ ეს ხო ჩვენიდან არ იწყება. ამ ამბავს ხო გარედანაც ეხმარებიან, როგორც ყველა საუკუნეში ხდებოდა. გარედან ერევიან, უზარმაზარი იმპერიები ერევიან. პრინციპში როგორც მიხას დროს იყო. როგორც მიხას დროს იყო და იქაც იმ დროსაც ხო ეს ხდებოდა. დღესაც 20% საქართველოს ტერიტორიისა ოფიციალურის ოკუპირებულია და კიდე ერთი იმხელა საქართველოს იქით არის ოკუპირებული. 70 წლის წინანდელ ამბავში 20% დღეს ოკუპირებულია. როგორ შეიძლება ის ამ ამბავში არ ერეოდეს? როგორ შეიძლება იმ იმპერიასთან დაპირისპირებული მეორე იმპერია ასევე არ ერეოდეს აქ? და ჩვენი მიზანი რა არის? ის იმპერიები რაღაცებს როგორ გაიყოფენ, ეს ხო არ არის ჩვენი. ჩვენი მიზანია ეს ქვეყანა გადარჩის. მაგრამ ძალიან საინტერესო არის ის ფაქტიც, რომ თან დიაკონიც იყო, პოეტიც იყო და მეომარიც იყო. აი თითქოს ყველა იმ არქეტიპს აერთიანებდა, რაც ქართულ კაცში არის. არის ეს სულიერი მებრძოლი, რომელიც თან შემოქმედი არის ერთდროულად რა. მე ვფიქრობ, რომ ნათელი ხატი არის იმისა, რაც ჩვენში შეგვიძლია ამოვწიოთ. ხომ იყო ნიჭიერება, მაგრამ ნიჭიერება ხომ არ არის საკმარისი. თუ შენ არ ხარ მამაცი, თუ შენ ამ ნიჭის დახარჯვა არ შეგიძლია სიმართლისთვის, არც არავინ არ ახარ. ის არა მარტო ამ ყველაფერს ფლობდა, მარტო ისე ხო არ არის რომ ლექსის წერა მინდოდეს. შეეძლო მას ამ ლექსის წერა. მას შეეძლო რომ ლექსი ეწერა. ეს ის ხო არ იყო რომ მარტო ნიჭი ქონა ამის. მას შეეძლო ბრძოლა. ხომ შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ესე ხმლის ხმარება, ესე იარაღის ხმარება, ესე ჭუბი, ესე ჭიდაობა მართალი სიტყვისთვის, მართალი სამისთვის. მას ეს შეეძლო. მას ქონდა ეს ამ ყველაფრის ნიჭი და მან ეს ყველაფერი შეწირა სამშობლოში. მე შვილს ხო არ იცნობდი შემთხვევით, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილა 2011 წელს. ზუსტად მას ჩაბარდა ის მამისეული აბღა და
და ლექსები მან გააცოცა. ხო, მას ის შენახული ლექსები მე შვილს გადააბარეს. შვილი და ისინი ვინც ყველაზე მეტად ვის ოჯახის წევრები იყვნენ ვინც ინახავდნენ. მიხას ამბობს. უღრმესი მადლობა, ძალიან მადლობა თქვენო ეს და წარმატებებს გისურვებთ მოკლედ თქვენ საქმეში. კარგად იყავით და მადლობა. თქვენ რომ ეს ყველაფერი თქვენს განიცადეთ და გიყვართ და ტრაგიკული ადამიანთა ისტორია. ჩვენი რესპონდენტის ნათქვამისა არ იყოს, ადამიანის მოდგმიდან მოგდევს ძმათა მკვლელობა. ჩვენშია კაენიც, აბელიც, ქრისტეც და იუდაც. არაფერი ახალი ცის ქვეშეთში. ერთი და იგივე სცენარი, დეკორაციები კი სხვადასხვა. თუმცა ამ სახეების ნახვა, სიცოცხლის ჩქეფა და სიხარული მიღვიძებს განცდას, რომ დადგა ჟამი სცენარის გადაწერისა. არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივითა გაგიფრინდება ასახალარზე ოდესაღა ალახიაბი იმასაც ამოგარებულია ვის ქორდალა დებონა იარა